რკინიგზის პროფკავშირების წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილს შეხვედრასა და კონსულტაციებს თავაზობენ. ამასთან დაკავშირებით პროფკავშირების წარმომადგენელმა გია ღვაშულმა რკინიგზიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებთან ერთად მეტროსადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ბიძინა ივანიშვილისადმი მიმართვა წაიკითხა. ღვაშვილის განცხადებით რკინიგზელებს ივანიშვილთან უამრავი კითხვა აქვთ, რომელიც უწყებისა და თანამშრომლების მომავალს ეხება. ამასთან 50-მდე გათავისუფლებულმა თანამშრომელმა რკინიგზის მგზავრთა გადაყვანის გენერალური დირექტორის თემურ ბულიას გადადგომა მოითხოვეს და მისი კაბინეტის პიკეტირებით დაიმუქრნენ. თუმცა რკინიგზის მგზავრთა სამსახურში მათ განუცხადეს, რომ ბულია ამჟამად თბილისში არ იმყოფება. რკინიგზელები და რკინიგზელების პროფკავშირების წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციების შედეგად რკინიგზის ხელმძღვანელად ღირსეული კანდიდატი დაინიშნება. ჩვენ ბატონ ბიძინასთან ვითხოვთ შეხვედრას, რომ მან გამონახოს, რომ ან გამოყოს თავისი კომპეტენტური ვისაცენდობა პიროვნებები, რომ აქ მართლა საბოტაჟი არ ჩაითრიონ ეს რკინიგზელები. ჩვენ ვიცით, რომ უამრავი პრობლემები არის საქართველოს რკინიგზაში. ჩვენ მინდა ის პირადად ჩავაყენოთ საქმის კურსში პრემიერ-მინისტრი და მან მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, რათა ანალოგიური არ მოხდეს და საქართველოს რკინიგზა ჩაიბაროს ღირსეულმა, პატიოსანმა და რკინიგზელებზე ზრუნველმა რკინიგზელმა, რომელიც ერთი ხელით მოაგვარებს ამ პრობლემებს შეძლების დაგვარებით. არც ბულია იციან და არც ყიფიანი და გვაინტერესებს რა ხდება მას. როდემდე იქნება იმ დასავლეთის სასული, ხო? 20 იქნება, ხომ და ჩამოვიდეს. პირადად მინდა შეხვედრა და გვაინტერესებს რის საფუძველზე გაგვიშვა ეს ამდენი ხალხი სამსახურიდან. რატო დავტოვა ქუჩაში?